როგორ შეიძლება შემცირდეს სურსათზე ფასები? თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საქართველოში სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გაცილებით ძვირია ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს და ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს. პრემიერმა პარლამენტს სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდა. ფასების ზრდა რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა მოქალაქეებისთვის, ამაზე გურჯაანელი რესპონდენტებით საუბრობენ. საზოგადოება ხშირად გამოხატავს უხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასთამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები, ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია. ასევე ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5%-მდე მერხევს. პროდუქცია ფასთამატი და მიმწოდებლისთვის დაგესრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირიქით ქართული წარმოების სახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირება. მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად დღეს საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასთამატს და შესაბამისად მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად ესაა ეგრეთ წოდებული ქსელის ქეშბექი. მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ასე შემდეგ. რასთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შეასრულა შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივახციოთ. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, მოუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს სიღრმისეულად შეესალონ საკითხი და დაადგინონ ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერგეტებს გამოიყენებს. მაღალი იქნება ხელიდან ხელში რო გადაიყიდება შვილო ბაზარში დილით ვერ მიასწრებ აჭრებით გენა რომ იმ გლეხს წაართვანო მე ზედმეტად მოკიდონ და როგორც გინდა დასწიონ ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ და ანგარიში არ გაუწიეთ ერთმანეთს არც ეგ არ იქნება სახელმწიფოდანაც თუ იქნება ფასების დაწევა და მეტი კონტროლი მივესალმებით მაგას მთავრობის ინიციატივას კარგად შევაფასებ რომ თუ კი დაწევენ რა თქმა უნდა მოსახლეობისთვის კარგი იქნება და მისაღები და ისე ფასები რომ ყველგან ძვირია ეგ ყველამ ვიცით და ფული არაფერში რო აღარ ყოფნის. გაუსაზრისია ყველაფერი. გაუსაზრისი. აი ვიზოგავს რაღაცას არ მოგშვიდეს პურიფული კონდეს. შემოსავალს არაფრის ძალა არ აქვს. ამ შემთხვევაში ფასები მაღალია რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ხელისუფლება გააკეთებს მაგეთ რამეს რომ შეამცირონ ფასები, ცუდი არ იქნება. მივესალმები. მთავრობის ინიციატივას თუ კი ფასები დააკლდება, მივესალმები, იმიტომ რომ ხალხს ძალიან უჭირს ყველაფრის ყიდვა. ნამდვილად ვერ ყიდულობს ვერაფერს. ჯვირია ყველაფერი ძალიან.